თავისუფლება მზია ამაღლობელს, ეს წინადადება იქნება ყოველთვის პირველი, სანამ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი თავისუფლებაზე არ იქნება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, თავისუფლება მზია ამაღლობელს. და მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის, მედიისთვის ასე აქციაზე დგომა არის საკმაოდ უჩვეულო. ჩვენ გვირჩევნია ჩვენი კალამით მივაწვდინოთ მოსახლეობას ის სათქმელი რაც ჰქონდა, მაგრამ ეხლა არის განსხვავებული სიტუაცია, განსხვავებული მდგომარეობა. ჩვენ მედია გამოვედით და ვდგავართ აქ, იმიტომ რომ მოვითხოვოთ ქართული მედიის ყველაზე სამართლიანი, წესიერი, ობიექტური ჟურნალისტის გარეთ ყოფნა, თავისუფლება მზია ამაღლობელს. ეს ბანერი მაძლევს ძალას, რომ დავდგე და საათების განმავლობაში მეჭიროს ბანერი და მოვითხოვო თავისუფლება მზია ამაღლობელს. ციხიდანაც კი მაძლევს ძალას, რომ ეს შევძლო. დღეს და არა მხოლოდ დღეს საქმდგავართ იმისთვის, რომ მოვითხოვოთ ჩვენი კოლეგის მზია ამაღლობელის გათავისუფლება. ის არის ჩვეულებრივად რეჟიმის ტყვე, ადამიანი დააკავეს არაფრის გულისთვის და ჩვენი მოთხოვნაა, რომ როგორც მზია ამაღლობელი, ასევე რეჟიმის სხვა ტყვეების გათავისუფლებული იყვნენ. ვფიქრობ, რომ ასეთ გამბედავ მებრძოლ ადამიანებზე დგას დღეს ჩვენი ქვეყნის ბედი და თუ ასეთი გაბედულები ვერ ვიქნებით, ის მაინც გავაკეთოთ, რომ გამოვიდეთ და გავაპროტესტოთ ის, რაც არაკანონიერია, უკანონოა და რაც რეჟიმის შედეგია, რეჟიმის მართლობის შედეგი. ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ დღეს ქვეყანაში, მას შემდეგ რაც ცემეს არაერთი ადამიანი და დააკავეს, დღეს უკვე მზია ამაღლობელი სიცოცხლეს ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება. მე-18 დღე ადამიანი შიმშილობს და ამაზე რეაქციაც არავის არ აქვს. ჯერ ერთი აბსურდული ბრალდებით არის დაკავებული, არის პირდაპირ მნიშვნელობით პოლიტპატიმარი და მათ არ მოწონთ იმ საქმიანობის გაშუქება, რასაც დღეს ჟურნალისტები აკეთებენ, იმიტომ რომ ვერ დამალავენ და მიჩქმალავენ, როგორ არღვევენ ადამიანების უფლებებს, როგორ არღვევენ კანონმდებლობას და შესაბამისად ცდილობენ, რომ მაქსიმალურად ხელი შეუშალონ ჟურნალისტებს, იმიტომ რომ ეს მათი საქმეები ფიქრობენ ამით მიიჩქმალება და პირიქით ჩვენ არ გავჩერდებით, მანამდე სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება, ვინც დღეს ქვეყანაში ყავს და არ გავჩერდებით მანამდე სანამ არ მივაღწევთ დემოკრატიულ ქვეყანას და არ დავიცავთ საქართველოს თავისუფლებას. სათქმელი მხოლოდ ერთია, ეს არის საქართველოს უმრავლესობის მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნა, თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს, აუცილებლად უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. ეს არის გარდაუვალი, ამას ქართული ხალხი არ დათმობს. ჩვენ უკან დასახევი არაფერი გვაქვს, დასახევი მხოლოდ და მხოლოდ აქვს ხელისუფლებას და მათთან აფილირებულ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ხელისუფლებას მხარს უჭერს. თავისუფლება მზიას, თავისუფლება ყველა სინდისის პატიმრებს.